გურამ ჩვენ ახლა ვართ უსაფრთხო ადგილას და მინდა რომ ცოტაოდენი განმარტება მისცე, ვინაიდან ვიცი რომ მოყვა ძალიან ბევრი ადამიანი გვირეკავს, წერს, გვირჩევს როგორ უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია რომ ახლა ვართ უსაფრთხოდ, კარგად ვართ და ეს არის აქ ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმი ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ცხოვრობს განსაკუთრებით აშკელონში და ქვეყნის სამხრეთში და უამრავი რჩევა მივიღეთ რომ უნდა გვეყაროს ჩაფხუტი. ჩაფხუტი ჩვენ სულ გვაფარია, სულ ვიცავთ ამ უსაფრთხოების ნორმებს, თუმცა პირდაპირ ჩართვის დროს მოხსნილი მქონდა, რამაც გამოიწვია ეს გაუგებრობა. ეს მცირე კომენტარი ადამიანებისთვის, რომლებიც ნერვიულობენ და განიცდიან როგორ მუშაობთ აქ. რაც შეეხება ახლა ჩვენ გადავადგილდებით ქალაქ აშკელონიდან ოდნავ-მოშორებით, ვინაიდან სულ ცოტა ხნის წინ ბოლო საჰაერო დანგაშის შემდეგ ჰამასმა გაავრცელა მუქარის მორიგი განცხადება და 5 საათამდე აშკელონის და სამხრეთის ქალაქების და დასახლებების მოსახლეობას მისცა ვადა, რომ დატოვონ ტერიტორია იმ წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებიან ინტენსიური დაბომბვით, იერიშებით და აპირებენ რომ ქალაქი ჟდეროთი, აშკელონი და სხვა მიმდებარე ქალაქები მიწასთან გაასწორონ. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც ისევე როგორც სხვა მედია საშუალებებმა უსაფრთხოების ზომების გამო გვირჩიეს რომ უნდა დაგვეტოვებინა ტერიტორია, ჩავცადით მანქანაში დავტოვებთ ისევე როგორც სხვა საერთაშორისო მედია საშუალებები, მაგრამ რაც შეეხება ადგილობრივებს და ადამიანებს, რომლებიც მოხალისეებად მუშაობენ ადგილზე, აგროვებენ ასევე საკვებს, წყალს, მედიკამენტებს, რომლებსაც უგზავნიან ფრონტის ხაზზე მყოფ მებრძოლებს, ისინი ამბობენ, რომ არსად წასვლას არ აპირებენ, ისინი რჩებიან საკუთარ ქალაქში და პირიქით ურჩევენ ხამას, რომ რაც შეიძლება დროულად დატოვონ ტერიტორია წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალების პასუხი იქნება და ისრაელის მოსახლეობის იმდენად ხისტი, რომ შესაძლოა არც ერთი მათგანი აპირებთ თუ არა რომ დატოვოთ ტერიტორია? არაერთარ შემთხვევაში თვითონ ვიფიქრონ სად გაიქცევიან აზიდან. მაგათი მუქარებით უკვე ვართ მაძღრები, მაგრამ ეს ყველაფერი უკან უბრუნდებათ. აი ესეთი სასტიკი ომი გინახავთ, ესეთი საშინელი თავდასხმები? ამასაც გადავივლით, ამასაც მოვინერლებთ და გამოვაქვთ მშვიდობით და გამარჯვებით ამ ომიდანაც. იმათი ფიქრობ თავად თავზე. მომავალი არა აქვს მაგათ. Мы не боимся. არ გვეშინია, ამ ქალაქში დავიბადე, ხშირად გვბომბავენ. ჩემი მეგობრები ფრონტზე არიან. წყალი მიგვაქვს სამხედროებისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჯარს დავეხმაროთ. ქალაქის დატოვებას არ ვაპირებთ. ვიცით, რომ ფრონტზე მძიმე ვითარებაა, მაგრამ დგანან, ხანდახან რეკავენ, გვამხნევებენ. ვცდილობთ მორალურად დავეხმაროთ. განგაშის სირენები სულ ცოტა ხნის წინ იყო ჩართული ასევე ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში, მათ შორის თელ-ავივში, რიშონ ლეციონში, როგორც ჩანს, ჰამასი გადავიდა ინტენსიური იერიშებზე, თუმცა მუშაობს რკინის გუმბათი. ამ დროისთვის მონაცემები არ არსებობს იმასთან დაკავშირებით არიან თუ არა დაშავებულები ან დაჭრილები, რაც შეეხება ისრაელის შეიარაღებულ ძალებს, მათ სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელათ სახალმა ახალი ინფორმაცია, რომ ყოფილი ასაღებული ძალები და სახელმწიფო მიდის ვაბანკზე და აპირებენ რომ შეასრულონ თავისი დანაპირები და ბოლომდე გაანადგურონ და მიწასთან გააწერონ ჰამასის ყველა ობიექტი, მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ღაზის მოსახლეობას სრული ბლოკადის შემდეგ, რომ დატოვონ ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პასუხს არ აგებენ გარდაცვლილებზე და დაჭრილებზე. რაც შეეხება ბოლო ოპერაციას, რომელიც ჩატარდა ისრაელის შეიარაღებული ძალების მხრიდან, ისინი შევიდნენ რამდენიმე დასახლებაში, უშუალოდ ღაზის სექტორთან, ნახეს ერთ-ერთი კიბუცი, სადაც არის მიწასთან გადასწორებული და დაჭრილები არიან ასევე ადამიანები, ნახეს დამწვარი ცხედრები, ასევე ნახეს დამწვარი და გადამწვარი სახლები. აშკელონში ჩვენ რამდენიმე დაბომბილი ობიექტი ვნახეთ, უამრავი ადამიანი არის გადაყვანილი კლინიკებში, ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ მათაც გავსაუბრებოდით, თუმცა როგორც გითხრეს ჟურნალისტებისთვის კლინიკებში შესვლა აკრძალულია.
და შესაბამისად არ მოგვეცა საშუალება რომ უფრო მეტი გაგვეგო მათგან. თავად კი ეხლა ვთხოვ ოპერატორს გაჩვენოთ რა ხდება გზაზე, ჩვენ გავდივართ აშკელონიდან და აქეთ გზაზე ჩვენ როდესაც მოვდიოდით არ საცობი იყო და ფაქტობრივად ცარიელი გზაზე მიმგზავრეთ. ახლა კი მას შემდეგ რაც გავრცელდა ხამასის მუქარა, იგივე რეკომენდაცია გაიცა ისრაელის შეიარაღებული ძალების მხრიდან და ხედავთ რომ გზაზე არის უკვე საცობი და ადამიანები ტოვებენ ტერიტორიას. ხედავთ კადრშიც ჩვენ გვხვდება ჯარის შეიარაღებული ძალების მანქანები, უსაფრთხოების მანქანები, რომლებიც რეიდს ატარებენ, ამოწმებენ ვინგადის ქალაქიდან და სავარაუდოდ ჩვენს მოგვიწევს ალბათ ამ შემოწმების გავლა, მანამდე კი შევთავაზოთ მაყურებლებს მასალა, რომელიც ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ყველაზე ხელსაწყოში გადავიღეთ. And I want to say something, it's not a war. მინდა რაღაც ვთქვა, ეს არ არის ომი, ეს არ არის ბრძოლის ველი. თქვენ ხედავთ ბავშვებს, დედებს, მამებს, მათ საძინებლებში, მათ ჭერქვეშ. ხედავთ თუ როგორ კლავენ ტერორისტები მათ. ეს არ არის ომი, ეს არ არის ბრძოლის ველი. ეს არის ხოცვა-ჟლეტა, ეს ტერორისტული აქტივობა. ასეთი რამ ცხოვრებაში არ მინახავს. 2.5 kilometers from Gaza. ეს დასახლება ღაზადან 2.5 კილომეტრშია. ახლა ვიმყოფებით ახალგაზრდულ უბანში, სადაც ძირითადად სტუდენტები ცხოვრობდნენ და ახალგაზრდები პატარა ოჯახებით. მათი ასაკი 18-დან 21 წლამდე იყო. განხორციელდა სასტიკი თავდასხმა, დახოცეს. დაწვეს ყველაფერი, რომ ცოცხალს არავის გამოეღწია. მე ვარ ჯარისკაცი და პატივს ვცემ ადამიანის ღირებულებებს. ვიცავ რიგით მოქალაქეების სიცოცხლეს, მაგრამ რაც აქ ვნახე არის სისასტიკე. ადამიანები დახოცეს მხოლოდ იმიტომ, რომ ებრაელები იყვნენ. Okay, thank you. ჩვენ როგორც გითხარით, ვიდრე თქვენ უსმენთ ინტერვიუებს, გაგვაჩერეთ ბუნებრივია გავიარეთ შემოწმება, შემოწმეს მანქანა, ვინ ვიყავით, სად მივდიოდით, აი ასეთი უსაფრთხოების ზომები მოქმედებს ახლა, როგორც უკვე გითხარით, არიან ადამიანები, რომლებსაც გადაწყვიტეს ქალაქის დატოვება და მიემართებიან ცენტრისკენ, ჩვენც ვბრუნდებით ცენტრში და უახლესი ინფორმაციით კიდევ შემოგიერთებით, როგორც კი გვექნება ამის საშუალება. თეა ძალიან დიდი მადლობა თქვენ დავითს შესანიშნავი მასალებისთვის. ხადია გისურვებთ უსაფრთხოდ მუშაობას. თეა თეთრაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.